I'm German Homelos, I drink coffee and I know things. მეცხრე ეპიზოდის თემა არის ქრისტიანობა არ არის რელიგია. ადამიანებს უხსოვარი დროიდან სწამდათ რაღაც უზენაესი ძალის არსებობის, რომელსაც ხან რაღაც კერპის სახით მოსულს მოიხსენიებდნენ, ხან რაიმე ცხოველის, ხან ცეცხლის, ხან დედაბუნებას თვლიდნენ ღმერთად, ხან რას და ხან რას. მერე უფრო დაიხვეწა ეს ხედვა რაღაც ზებუნებრივი დიადიქმნილების აღქმის, რადგან მიხვდნენ, რომ რაც უფრო კარგად გააფორმებდნენ და გაპრანჭავდნენ ამა თუ იმ რელიგიას, უფრო მეტი ადამიანი დაიჯერებდა მის არსებობას და მერე ამ რელიგიით ხალხის მართვა უფრო იოლი ხდებოდა. ანუ რწმენა გამქრალი იყო საბოლოო ჯამში. ჩააქსოვდნენ მომხიბვლელ სიბრძნეებს, ლამაზ მოხდენილ ფრაზებს, საინტერესო ისტორიებს შეთხზავდნენ, ხელოვნურ სასწაულებს მოახდედნენ, რომ ადამიანის თვალი სანახაობის გიჟია და მისით ზემოქმედება ადამიანებზე უფრო სწრაფად ხდება და ასე იკვეთებოდა სხვადასხვა რელიგიები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო კარგად მოატყუებდა ხალხს. ოღონდ ხალხს მოტყუებულად არ უნდა ეკრძნო თავი. კონკრეტულ რელიგიებს არ დავასახელებ, მაგრამ მიხვდებით, რომლებზეა საუბარი. ასე და ამგვარად ყველა რელიგია იყო და არის ლამაზი, მომხიბვლელი ზღაპარი, როგორ შეურაცხმყოფელად დაც არ უნდა ჟღერდეს. ყველა ზღაპარი იყო, სანამ არ დაიბადებოდა ქრისტე და შემოქმედი მამის ჭეშმარიტებას არ მოიტანდა ადამიანებამდე. იესოს დაბადებით და მისი სიცოცხლით დროსა და სივრცეში ჭეშმარიტება, სიმართლე შემოვიდა და გაჩნდა ჭეშმარიტი ღმერთის რწმენის ნამდვილი ჯანსაღი ჭეშმარიტი ბედნიერება. თავად რელიგია სავარაუდო ღმერთის არსებობაზე საუბრობს და რაღაც დონეზე გზას გიკვალავს, ცდილობს ყოველ შემთხვევაში სიმართლის საყუნელად გზა გაგიკვალოს. და ქრისტიანობა ნამდვილი სამყაროს შემქმნელი მარადიული ღმერთის არსებობას ამტკიცებს და რელიგიების მსგავსად სიმართლე ეძიეო, იმას კი არ გეუბნება, არამედ თავად არის სიმართლე და თავად არის მამისკენ მიმავალი, მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალი პირდაპირი გზა, ყოველგვარი გაურკვევლობების, თუების, ეჭვების და ვარაუდების თეორიების გარეშე. რელიგიების სავარაუდო ღმერთები გაუგებარი და მიუწვდომელი ზებუნებრივი ძალები არიან, რომელიც ასე ღიად რომ ვთქვათ, ან არიან, ან არა და უფრო არ არიან, ვიდრე არიან. აი ქრისტიანობა კი გვაცნობს ღმერთს, როგორც ჩვენთან, ადამიანებთან მაქსიმალურად ახლოს მყოფ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელიც ისეთი ახლობელია და ისეთი სიყვარული ჩანს მისი ჩვენს მიმართ, რომ მას ქრისტიანები მამას უწოდებთ, წარმოიდგინე. როდესაც მამაო ჩვენოს ლოცვას წარმოვთქვამთ, უნებურად ვერც ვუკვირდებით, ვერც კი ვიაზრებთ, რამხელა ძალა და დიდებულება, რამხელა სიღრმე აქვს ამ ორ სიტყვას, მამაო ჩვენო. სამყაროს შემოქმედი, ჩემი შემქმნელი, ამხელა გალაქტიკების მმართველი, როგორი ახლოა, რომ მამას ვეძახით. ეს არც ერთ რელიგიაში არ არის. ასე რომ ქრისტიანობა არ არის რელიგია. ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა. და მიზეზი იმისა, თუ რატომ ირჩევენ ადამიანები სხვა რელიგიებს ამ სამყაროში და დღესაც, სადაც ქრისტეს რწმენა არსებობს, არის ის, რომ ქრისტიანობა მარტივი არ არის. ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან ოდნავ მაინც რომ იყო ახლოს, შენი სული უძლიერესი უნდა იყოს. შენ უნდა იყო ძლიერი გონებით, თავის მართვის უნარით. რელიგიები კი მარტივი და იოლია, ამიტომ ირჩევენ ადამიანები მათ, რადგან ადამიანი ბუნებით არის ზარმაცი და ქრისტიანობა სიზარმაცესთან შეუდრეკელ, შეუპოვარ ბრძოლას მოითხოვს ზუსტად.
სიზარმაცეში ცხადია სახლის დალაგებას და ეზოს მოფუცხვას ან ყანაში მუშაობის დაზარება არ იგულისხმება, არამედ მატერიალურ ხორციელ ცდუნებებთან და დემონებთან ბრძოლის სიზარმაცე იგულისხმება, რომ ეზარება ადამიანს ეს საკუთარ თავთან ბრძოლა და ამიტომ არის ქრისტიანობა რთული. არ შეუძლია ადამიანს ეზარება და მოდი რამე მარტივი აირჩიოს ჯობია. აი ასე ხდება, რომ სამყაროში, სადაც ქრისტიანობა არსებობს, მაინც სხვა რაღაც უაზრო რელიგიებს ირჩევენ ადამიანები.